არასამთავრობო ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შეშმო პირთათვის დამატებითი დროის გამოყოფის ინიციატივით გამოდის. თამაზ მჟავანაძის განმარტებით ამ დროისათვის მოქმედი დამატებითი დროის განსაზღვრის წესი უნდა შეიცვალოს და იგი 9 საათიდან 45 წუთამდე გაიზარდოს. გაზრდილი დამატებითი დროიდან 30 წუთი წერითი დავალების შესრულებას 15 წუთი კი ტესტირებას დაეთმოს. მოქმედი წესის თანახმად წერითი დავალების შესასრულებლად 15 წუთია გამოყოფილი. თამაზ მჟავანაძე, რომელიც წელს აბიტურიენტი იყო, პირადი გამოცდილებიდან ასკვნის, რომ მოტორული ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ეს დრო შეშმო პირისთვის არასაკმარისია. ინიციატივის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს უკვე მიმართა. დღეს გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა ყურადღება აჭარის განათლების სამინისტროსთვის შეშმო პირთა დაფინანსების საკითხის დელეგირების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს. ტესტირებაზეც 15 წუთი და წერაზეც 15 წუთი არასწორია დროის, იმიტომ რომ ტესტირებას უფრო ნაკლები დრო ჭირდება და წერაზე მეტი დრო. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ საერთოდ დრო გაიზარდოს 45 წუთით, ტესტირება 15 წუთზე და 9 საათი იყოს წერითი დავალების შესრულებისთვის, იმიტომ რომ პიროვნებას, რომელსაც აქვს მოტორული ფუნქციის დარღვევა, მისთვის ძალიან რთულია 15 წუთში ჩაეტიოს დავალების წერის დროს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს პრეროგატივა უნდა გახდეს შეშმო პირების დაფინანსება და ძალიან მართებული იქნება თუ კი მომავალი წლიდან სოციალურ პროგრამებში შეშმო პირების დაფინანსება იქნება და ჩვენ ამ ინიციატივით უკვე მივმართეთ განათლების სამინისტროს. რეგიონს არ ყავს ძალიან ბევრი მასშტაბით არ არიან ეს შეშმო პირები და ამიტომ ვფიქრობთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს აქვს ის ფინანსები, რომ ეს ძალიან მცირე მასშტაბით დააფინანსოს შეშმო პირებს.